არაბთა გაერთიანებული საამიროები ოპეკს ტოვებს. ბრაზილიის პრეზიდენტი ევროპაში კავშირებს ავითარებს. უცნაური ამბები ამერიკაში. რკინის ქალბატონი გოლდა მეირი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. 1 მაისიდან იგი აღარ იქნება ოპეკისა და ოპეკ პლუსის წევრი. ოპეკი ანუ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია 1960 წელს დაარსდა, რომლის მიზანი მისი წევრების ინტერესების დაცვაა. შეიძლება ითქვას, რომ ოპეკი ნავთობმწარმოებელი ქვეყნების კარტელია. ამჟამად ოპეკში 12 ქვეყანაა გაწევრიანებული. ვენესუელის გარდა ორგანიზაციის ყველა წევრი აფრიკის ან ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაა. ოპეკ პლუსი კი 2016 წელს შეიქმნა, რომელშიც ოპეკის გარდა მსოფლიოს სხვა დიდი ნავთობმწარმოებელი ქვეყნები რუსეთი, მექსიკა, ბრაზილია, ყაზახეთი და აზერბაიჯანი შედის. საამიროების ოპეკიდან გასვლა მტკივნეული ფაქტია ორგანიზაციისთვის. საამიროები დარგის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. მესამე ადგილზეა ოპეკის წევრთა შორის, საუდის არაბეთისა და ერაყის შემდეგ. საამიროები დარგის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. მესამე ადგილზეა ოპეკის წევრთა შორის, საუდის არაბეთისა და ერაყის შემდეგ. საამიროებმა ოპეკიდან გასვლა ახსნა როგორც ქვეყნის ახალი გრძელვადიანი სტრატეგიული და ეკონომიკური ხედვა, მაგრამ რეალურად ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი საუდის არაბეთის მიმართ უკმაყოფილებაა. საუდის არაბეთი ოპეკის ფაქტობრივი ლიდერია, რითაც სარგებლობს და ორგანიზაციას საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. ამით ბევრი ქვეყანაა უკმაყოფილო, ყველაზე მეტად კატარი და საამიროები. 2017 წელს საუდის არაბეთსა და კატარს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც მათ შორის დიპლომატიური კრიზისით დამთავრდა. ბოლოს და ბოლოს კრიზისი ჩაცხრა, მაგრამ კატარი ძველებურად ნაწყენი დარჩა და 2018 წელს ოპეკი დატოვა. ახლა ეტყობა საამიროების ჯერი დადგა, რომლის აზრით საუდის არაბეთმა ოპეკის გამოყენებით მას თავს ნავთობის წარმოების კვოტები მოახვია, რის გამოც საამიროები ყოველდღიურად მილიონობით დოლარს კარგავს. საამიროების ოპეკიდან გასვლაში ირანის კონფლიქტმაც ითამაშა როლი. საამიროები ფრონტის წინახაზზე აღმოჩნდა და ყველაზე მეტად დაზიანდა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველმა ბატონმა გარგაშმა განაცხადა, საამიროებს იმედი ჰქონდა, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მეზობლები უფრო თამამად გაილაშქრებდნენ ირანის წინააღმდეგ, მაგრამ არა, ეს აზრი სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე გაჟღერდა. მეზობლების ასეთმა საქციელმა საამიროებს არაორდინალური გადაწყვეტილება მიაღებინა. ქვეყნის პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ზაიდმა საამიროების დაცვა ისრაელს თხოვა. როგორც დასავლეთის პრესამ გაარკვია, ისრაელმა საამიროებს რკინის გუმბათის ტიპის საჰაერო დაცვის სისტემა და მის სამართავად სამხედროები გაუგზავნა. ასეთი დახმარება არაბულ ქვეყანას ისრაელმა თავისი არსებობის მანძილზე პირველად გაუწია. საამიროებს უკვე დიდი ხანია ისრაელთან კარგი ურთიერთობა აქვს, რითაც რეგიონის სხვა ქვეყნებისგან მკვეთრად გამოირჩევა და ნაყოფით სახეზეა. საამიროები ზუსტად ისე როგორც ისრაელი ირანის კაპიტულაციას ითხოვს და უკმაყოფილოა ირანის მიმართ პაკისტანისა და თურქეთის თავშეკავებული პოლიტიკით. საამიროები ცდილობდა ხელი შეეშალა პაკისტანის შუამავლობის მცდელობისთვის ირანის კონფლიქტის მოგვარებაში. შესაბამისად, აბუ-დაბიმ პაკისტანის მიმართ ფინანსური ბერკეტი აამუშავა. მოითხოვა რა, რომ ისლამაბადმა არაბთა გაერთიანებული საამიროების დეპოზიტები დააბრუნოს, რომელთა ჯამური ოდენობა 3.5
მილიარდ დოლარამდეა. ეს კი პაკისტანის ცენტრალური ბანკის რეზერვების მეხუთედ შეადგენს. საამიროების ოპეკიდან გასვლა და ორგანიზაციის დასუსტება სავარაუდოდ ტრამპს ხელს აძლევს. მან ოპეკი ბაზრის მანიპულირებაში დაადანაშაულა და მუდმივად აკრიტიკებს მას. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა იცავს ოპეკის წევრებს, ისინი ნავთობის ფასის აწევით პასუხობენო უსაყვედურა ტრამპმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს. ანალიტიკოსების აზრით, ოპეკის გავლენა ნავთობის ბაზარზე დროთა განმავლობაში საამიროების გაუსვლელადაც დასუსტდებოდა, რადგან ოპეკის არაწევრი ქვეყნების, მათ შორის ბრაზილიისა და შეერთებული შტატების ნავთობწარმოება საკმაოდ სწრაფად იზრდება. ევროპული ტურნეს ფარგლებში ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა ესპანეთს, გერმანიასა და პორტუგალიას ეწვია. ამ არასტაბილურ საერთაშორისო ვითარებაში მისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ტურნე იყო, რომელშიც პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების დიდი ამალა, 15 მინისტრი, ფედერალური პოლიციის უფროსი და მსხვილი კომპანიების მეთაურები უმშვენებდა მას მხარს. ვიზიტების მიზანი პოლიტ-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავება იყო. ლულა მთელი თავისი ანტურაჟით ყველგან ღია ლიბერალური ვაჭრობის მომხრედ წარადგენდა ბრაზილიას. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გვიმტკიცებდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობა და გლობალიზაცია ააყვავებდა მსოფლიოს. ჩვენ კი შიშის თვალით ვუყურებდით ამას. ახლა როცა გავიზარდეთ, გავძლიერდით და თავისუფალ ვაჭრობას აუღეთ ალღო, მეორე მხარე პროტექციონიზმზე გადავიდა, რადგან ისინი ძლიერ მოთამაშეებს უფრთხიან, განაცხადა ლულამ. მეორე მხარეში მან ცხადია ამერიკა იგულისხმა. არსებობს აზრი, რომ ტრამპმა თავისი ტარიფებით შეერთებული შტატები საგრძნობლად დააზიანა. მას სურდა, რომ ლათინური ამერიკის საქმეებში ჩინეთი ნაკლებად ჩარეულიყო. მოხდა პირიქით. ბრაზილია ჩინეთთანაც და ევროპასთანაც აძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობას. პირველ რიგში ევროპის ქვეყნებთან. მოგეხსენებათ, 1 მაისს ზალაში შევიდა ევროკავშირისა და მერკოსურის სავაჭრო შეთანხმება, რომლის მიხედვით ბრაზილია დაბეგვრის გარეშე 5000 დასახელების პროდუქტს მიაწვდის ევროპას. ევროპიდან კი 1000-ზე მეტი დასახელების საქონლის იმპორტი მოხდება. შეგახსენებთ, მერკოსური ლათინური ამერიკის სამხრეთ ქვეყნების ღია ბაზარს წარმოადგენს. ახლა ორიოდე სიტყვა ესპანურ-ბრაზილიურ ურთიერთობაზე. ორივე ქვეყნის ლიდერი მემარცხენე პოლიტიკოსია. მათ კარგად ესმით ერთმანეთის და ორივე ტრამპის კრიტიკოსია. ლულას ვიზიტი ესპანეთში ბარსელონის მსოფლიო მემარცხენეების სამიტს დაემთხვა. ის ამ ფორუმს დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა. ესპანეთისა და ბრაზილიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაციას, რომელიც 41 პუნქტისგან შედგება და თითქმის ყველა სფეროში ურთიერთობათა გაღრმავებას ემსახურება. ბრაზილიის დელეგაცია ლულას მეთაურობით ესპანეთის ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდა. გერმანიაში ლულა ბუნდესკანცლერ ფრიდრიხ მერცს ქალაქ ჰანოვერში ესტუმრა, რადგან იქ საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ხელი მოეწერა 13 მასშტაბურ ხელშეკრულებას, მათ შორის 2 თავდაცვასა და უსაფრთხოებას ეხება. ხაზი გაესვა თანამშრომლობას სამხედრო შესყიდვებში და ფრეგატების ტამანდარეს ერთობლივ მშენებლობას. 3 ხელშეკრულება ტექნოლოგიას, იშვიათი მეტალების მოპოვებასა და ხელოვნურ ინტელექტს ეხება. 5 ხელშეკრულება კლიმატის პრობლემებზეა. დანარჩენი დოკუმენტაცია სტარტაპებს, საზღვაო კვლევებსა და კოსმოსური მისიის მხარდაჭერას მოიცავს. ხელმოწერილი დოკუმენტებიდან ყველაზე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა იშვიათი მინერალებისა და ბიოსაწვავის შესახებ ხელშეკრულებას აქვს. ბრაზილია იშვიათი ელემენტების მარაგით მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
მათი მოპოვება და იმპორტი ევროპისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამ შეთანხმებაზე ხელმოწერით გერმანია და ბრაზილია ამ მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. მეორე საკითხი ბიოსაწვავს ეხება, რაშიც ბრაზილია მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამიტომ ლულამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბრაზილია მალე ბიოსაწვავის საუდის არაბეთი იქნებაო. ითქვა, რომ აქაც გერმანია ბრაზილიას გვერდში ამოუდგება. პორტუგალიაში ლულა ქვეყნის პრეზიდენტს ანტონიო სეგურუს შეხვდა. ამ ორ ქვეყანას ისტორიულად რთული ურთიერთობა ჰქონდა. ბრაზილია ხომ დიდი ხნის მანძილზე პორტუგალიის კოლონია იყო. მე-20 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული კი მიგრანტები ბრაზილიიდან პორტუგალიის თავის ტკივილია. სწორედ ამიტომ პორტუგალიელმა ულტრამემარჯვენეებმა ლულას ვიზიტი გააპროტესტეს, თუმცა ჯამში ლულას ძალიან წარმატებული ტურნე გამოუვიდა. როგორც ევროპისა და ბრაზილიის პრესაში აღინიშნა, ამ ვიზიტით ლულამ თავისი საარჩევნო კამპანია გახსნა. მოგეხსენებათ, წელს შემოდგომაზე ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნებია. ლულას მთავარი კონკურენტი ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს შვილი ფლავიუ ბოლსონაროა. ამერიკაში უცნაური სკანდალი აგორდა. მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2023 წლიდან დღემდე კოსმოსურ კვლევებთან და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული რამდენიმე მეცნიერი უცნაურად გაუჩინარდა, ან ბურუსით მოცულ გარემოში გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით ხალხში დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა. ამორჩეველი პოლიტიკოსებისგან საკითხის გამოძიებას ითხოვს. მათ უკვე ამერიკის პრეზიდენტსაც მოსთხოვეს საქმეში ჩარევა. თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ტრამპმა გამოძიება FBI-ს დაავალა. მოგვიანებით პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედია ყველაფერი მხოლოდ ფაქტების უბრალო დამტყვევა და სიმართლეს მალე გავიგებთო. ბევრი პოლიტიკოსი ტრამპის აზრს იზიარებს, მაგრამ უსაფრთხოების ექსპერტები სხვა ჰიპოთეზას ანვითარებენ. მათი აზრით, ეს შესაძლოა არაკეთილმოსურნე სახელმწიფოთა დაზვერვის მცდელობაა და პენტაგონის მიერ კვლევებზე მომუშავე სხვა მეცნიერთა დაცვის უზრუნველყოფას ითხოვენ. ბუნებრივია, ამ ამბავმა შეთქმულების თეორიები გააჩინა. ერთ-ერთი ვერსიით ეს ამბები უცხო პლანეტელებს უკავშირდება. ისინი საიდუმლო შეთქმულებაზე საუბრობენ, რომლის მიზანია იმ ადამიანთა განადგურება, რომლებმაც უცხო პლანეტელების შესახებ რაღაც იციან. ეს ვერსია ისე ფართოდ გავრცელდა, რომ ამერიკის ყოველ მეორე მოქალაქეს შეთქმულების ამბავი აკერია პირზე. მასმედიის თქმით, გახმაურებულ ვერსიებში მართლაც გამოსჭვის გარკვეული სახის უცნაურობები. ამ ამბის მიმართ აჟიოტაჟი გენერლის რანგის მქონე მეცნიერის მაკ კასლენდის გაუჩინარების ამბავმა გამოიწვია, რომელიც ყველაზე ბოლოს მოხდა. მისმა გაუჩინარებამ უფოლოგების ყურადღებაც მიიპყრო. თადარიგში გასული გენერალი ოჰაიოს შტატში ამერიკის საჰაერო ძალების რაით პატერსონის საჰაერო ბაზის კვლევით ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიები მუშავდებოდა. ეს სამხედრო ბაზა და ლაბორატორია როზუელის გახმაურებულ ინციდენტთანაა დაკავშირებული. 1947 წელს ამ ადგილზე ამოუცნობი მფრინავი აპარატი შენიშნეს. ამბავი ლეგენდად იქცა. ამერიკაში დღესაც ბევრია დარწმუნებული, რომ ამ ბაზაზე მფრინავი თეფშია განთავსებული. თავად გენერლის გაუჩინარების ამბავშიც ბევრი დეტალი რჩება გაურკვეველი. 27 თებერვალს სახლიდან რომ გავიდა, მან მხოლოდ საფულე და რევოლვერი წაიღო. მაკ კასლენდის მეუღლემ პოლიციას განუცხადა, რომ მის ქმარს როგორც ჩანს არ სურდა, რომ ის ეპოვათ. გენერლის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. ცნობილია, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ მაკ კასლენდის გაუჩინარება მსგავსი ან უფრო საშინელი მოვლენების ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია.
მაგალითად 2023 წელს 59 წლის მაიკლ ჰიქსი, NASA-ს კომეტებისა და ასტეროიდების სპეციალისტი, უცებადად გარდაიცვალა. მალე NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიასთან დაკავშირებული კიდევ 2 ადამიანი გაუჩინარდა. 2024 წელს 61 წლის კოსმოსური მკვლევარი ფრენკ მაივალდი გარდაიცვალა. 2025 წლის ივნისში 60 წლის ინჟინერი მონიკა რეზა ლოს-ანჯელესის მახლობლად გაუჩინარდა, რომელიც 2 მეგობართან ერთად ლაშქრობაში იყო. მეცნიერის ერთ-ერთმა თანამგზავრმა განაცხადა, რომ ის მისგან დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით იდგა, რომ შებრუნდა მონიკამ ხელი დაუქნია. ცოტა ხნის შემდეგ ისევ მიტრიალდა მეგობრისკენ, მაგრამ მონიკა რეზა იქ აღარ იყო. უშედეგო ძებნა რამდენიმე თვე გაგრძელდა და ბოლოს 2 იდუმალი გაუჩინარება მოხდა ლოს-ალამოსში, სადაც ბირთვული და კონვენციური იარაღის ცნობილი ლაბორატორიაა განთავსებული. ჟურნალისტების თქმით, ჯამში 10 მეცნიერია ასე უცნაურად გამქრალი. ისრაელის მეოთხე პრემიერ-მინისტრი ქალბატონი გოლდა მეირი მაშინდელ პატრიარქალურ მმართველობაში საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა, თუმცა მისი რკინისებური ხასიათისა და თბილი ბუნების, სხარტი გონებისა და სიკეთის, სამშობლოსადმი უკომპრომისო ერთგულებისა და თავდადებული შრომის წყალობით მსოფლიოს ისტორიაში შევიდა როგორც ძლიერი და წარმატებული პოლიტიკოსი. ბენ-გურიონს უთქვამს, გოლდა ჩვენს მთავრობაში ერთადერთი მამაკაციაო, რასაც სულ არ შეუშლია მისთვის ხელი ყოფილიყო მოსიყვარულე ქალი, დედა და ბებია. გოლდა მეირი 1898 წლის 3 მაისს ქალაქ კიევში დაიბადა. მამამისი დურგალი იყო და დედა დიასახლისი. გოლდას 8 და-ძმა ჰყავდა, მაგრამ 5 მათგანი ჩვილობაში მძიმე სენით გარდაიცვალა. ეს ის დრო იყო, როცა რუსეთის იმპერიაში ებრაელებს დევნიდნენ და ბევრს მოუწია ქვეყნიდან გახიზნა. გამონაკლისი არს გოლდას ოჯახი ყოფილა, რომელიც 1906 წელს ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში დასახლდა. გოლდა სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანად იზრდებოდა. მეოთხე კლასში თავის მეგობარ რეგინა ჰამბურგერთან ერთად ყმაწვილ ქალთა საზოგადოება დააარსა, რომელიც ღარი ბავშვებს წიგნების შეძენასა და სწავლის ფულის გადახდაში ეხმარებოდა. 1912 წელს გოლდამ სკოლა დაამთავრა და სწავლა კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში განაგრძო. 14 წლისამ ემიგრანტების ინგლისურ ენაში მომზადება დაიწყო. თან მილუოკის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. მშობლებს სურდათ გოლდა სხვა ქალებივით გათხოვილიყო და ოჯახი შეექმნა, მაგრამ მას სულ სხვა გეგმები ჰქონდა. ის დენვერში დასთან და სიძესთან გადავიდა საცხოვრებლად. მაშინ მთელს ამერიკაში მხოლოდ დენვერში იყო ისეთი საავადმყოფო, სადაც ემიგრანტ ებრაელებს მკურნალობდნენ. პაციენტების ნაწილი გოლდას დის ოჯახთან მეგობრობდა და ხშირად სტუმრობდა მათ. გარემომ პირდაპირი გავლენა იქონია გოლდა მეირის ცნობიერებასა და პიროვნებაზე. სტუმრებს შორის დავიდ ბენ-გურიონი და ისხაკ ბენ-ცვი იყვნენ. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ 30 წლის შემდეგ სწორედ ბენ-გურიონი გამოაცხადებდა ისრაელის დამოუკიდებლობას და ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. ბენ-ცვი კი ქვეყნის მეორე პრეზიდენტი იქნებოდა. გოლდადის ოჯახში ასევე ამერიკაში მცხოვრები სიონისტები იკრიბებოდნენ. ერთ-ერთი გოლდას მომავალი ქმარი მორის მეერსონი იყო. 1915 წელს გოლდა მეირი მემარცხენე სიონისტურ ორგანიზაციას პუალეი ციონს შეუერთდა. ის აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის ებრაული კონგრესის დელეგატების არჩევის კამპანიაში, რომელიც პარიზის მშვიდობის კონფერენციის წინადღე შეიკრიბა. 1918 წლის დეკემბერში ის ფილადელფიაში გამართული კონგრესის სესიებს დაესწრო. გოლდას მისი დის მსგავსად სამუდამოდ საცხოვრებლად პალესტინაში გადასვლა სურდა. ისტორიულ სამშობლოში
და საბრუნებლად გოლდა რამდენიმე წელი აგროვებდა ფულს. ქმარს არ სურდა ამერიკის დატოვება, მაგრამ ცოლის ხათრით დათანხმდა. 1921 წელს გოლდა მეირი მეუღლესა და უფროსი დის ოჯახთან ერთად გემზე ავიდა და სხვა რეპატრიანტებთან ერთად ახალი ცხოვრების დასაწყებად პალესტინაში გაემგზავრა. გოლდა მეუღლითურთ მერხავიას სასოფლო-სამეურნეო კომუნაში, ანუ კიბუცში დასახლდა. კიბუცი საერთო საკუთრებაზე ერთობლივ შრომასა და მოხმარების თანასწორობაზე ორიენტირებული მეურნეობაა. ესაა კომუნალური თანაცხოვრების ფორმა, რომელიც სოციალიზმსა და სიონიზმს აერთიანებს. დღემდე ისრაელში პოპულარულია ასეთი კომუნები. სწორედ მერხავიაში დაიწყო გოლდა მეირის პოლიტიკური კარიერა. თავიდან ის დასახლების თავმჯდომარედ აირჩიეს, შემდეგ კიბუცების მოძრაობის დელეგატად, სადაც გოლდა მუშათა მოძრაობის არაერთ ლიდერს შეხვდა. გოლდა მეირი ებრაული პალესტინის სახე გახდა. ბენ-გურიონმა ებრაული სახელმწიფოს ერთ-ერთმა შემქმნელმა შენიშნა თუ რამდენად დამაჯერებელი და პატივსაცემი ადამიანი იყო ის. გოლდა მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა, გამოდიოდა კონფერენციებსა და შეხვედრებზე და რეპატრიანტებისთვის აგროვებდა ფულს. წინასწარ არასოდეს წერდა გამოსასვლელ სიტყვას. ასეთი დატვირთული ცხოვრების მიუხედავად მან ორი შვილი გააჩინა. მის ქმარს არ მოსწონდა კიბუცში ცხოვრება და ოჯახი თელ-ავივში გადავიდა საცხოვრებლად. 1940 წელს გოლდა ქმარს დაშორდა, რის შემდეგ მთლიანად გადაერთო სამუშაოზე. 1948 წლის 14 მაისს ისრაელის ახალი სახელმწიფო დაარსდა. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 24-მა ადამიანმა მოაწერა, მათ შორის გოლდა მეირმაც. 1948 წელს ის ისრაელის პირველი დიპლომატიური წარმომადგენელი გახდა მოსკოვში. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან ერთად ახალგაზრდა ისრაელს იარაღის დიდი მარაგი დასჭირდა. პირველი სახელმწიფო, რომელმა დე იურე აღიარა ისრაელი, საბჭოთა კავშირი გახდა, რომელიც ისრაელისთვის იარაღის პირველი მსხვილი მიმწოდებელიც გახდა. გოლდას ელჩად დანიშვნის გამო ბენ-გურიონმა მთავრობის ზოგიერთი წევრისგან დიდი კრიტიკა იწვნია დიპლომატიაში მისი გამოუცდელობისა და რუსული ენის არცოდნის გამო. მალე გოლდამ უამრავი მომხრე შემოიკრიბა მოსკოვის სინაგოგაში. ეს მოვლენა ისრაელის ფულის 10 და 10,000 შეკელიან ბანკნოტებზე აღიბეჭდა. მან პირველმა აუწყა საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ებრაელებს მათი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვება. 1949 წელს გოლდა მეირი ისრაელის შრომის მინისტრად დაინიშნა. მან მოკლე დროში ორი ძლიერი პროგრამა განახორციელა: საბინაო მშენებლობისა და გზების მშენებლობის, რომლის წყალობით ისრაელის მოსახლეობა ორჯერ გაიზარდა. 1956 წელს გოლდა მეირი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს. მაშინ ბენ-გურიონის ბრძანებით ყველა ებრაელი ძველ ებრაულ სახელგვარებზე გადავიდა, რის შემდეგ გოლდა მეერსონი გოლდა მეირი გახდა. მისი პოლიტიკური კარიერის პიკი 1969 წელს უკავშირდება, როცა კიევში დაბადებული ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. პირველი ქალი, რომელიც ისრაელის მთავრობას ჩაუდგა სათავეში და ინდოეთისა და შრი-ლანკის შემდეგ მესამე პრემიერ-მინისტრი ქალი მსოფლიოში. გოლდას პრემიერობა მხოლოდ 5 წელი გაგრძელდა, რომელიც ისრაელის ისტორიის ძალიან მძიმე პერიოდს დაემთხვა. ჯერ 1972 წლის სექტემბერში მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პალესტინელმა ტერორისტებმა ებრაელი სპორტსმენები ჩახოცეს. გოლდა მეირის ბრძანებით ისრაელის დაზვერვამ ტერაქტის ორგანიზატორები აღმოაჩინა და გაანადგურა. 1973 წელს კი ისრაელს ეგვიპტე და სირია დაესხა თავს. ეს კონფლიქტი იომ-ქიფურის ომის სახელით შევიდა ისტორიაში. ჩვენ ოდესმე ვაპატიებთ არაბებს ჩვენი შვილების მკვლელობას, მაგრამ ვერასოდეს ვაპატიებთ, რომ გვაიძულეს
მოგვეკლა მათი შვილები, თქვა მაშინ გოლდა მეიერმა. პრემიერ-მინისტრობის დროს გოლდა მეიერს თავისი კაბინეტის ვიწრო წრის სახლში დაპატიჟება უყვარდა. ისინი გოლდას სამზარეულოში ქვეყნის საკითხებს წყვეტდნენ. ამიტომ გოლდას კაბინეტს ისრაელის მოსახლეობამ სამზარეულოს კაბინეტი შეარქვა. მისი პრემიერობის დროს ქვეყანაში უამრავი რეფორმა გატარდა. ერთ-ერთი მთავარი სოციალური რეფორმა იყო, რომლითაც სოციალური დახმარება და უმუშევართა შემწეობა გაიზარდა, მაგრამ პრემიერმა მეიერმა 1973 წლის იომ-ქიფურის ომი პირად ტრაგედიად აღიქვა. გოლდა ისრაელის დაზვერვის არასწორ გათვლებს საკუთარ ბრალად მიიჩნევდა, რომ მან ვერ უზრუნველყო თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება, რასაც 2,500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ომი 16 დღეში მოიგო, გოლდა მეიერმა მთავრობის ყველა შეცდომაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და გადადგომა გადაწყვიტა, მაგრამ მას სურდა მომავალი პრემიერ-მინისტრი მისი საქმისა და იდეების გამგრძელებელი ყოფილიყო. ასეთი პიროვნება კი ცნობილი გენერალი და ამერიკაში მაშინდელი ელჩი იცხაკ რაბინი აღმოჩნდა, რომლის დანიშვნით გოლდა მეიერის პოლიტიკური კარიერა დასრულდა. გოლდა ისედაც ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა. 1978 წელს გოლდა მეირი გარდაიცვალა. იგი იერუსალიმში ჰერცლის მთაზე დაკრძალეს. დღეს ასე დავასრულებ, მადლობა ყურადღებისთვის, მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.